ხალხური თქმულების ეთერიანი სიუჟეტზე ნაწარმოების შექმნის იდეა ზაქარია ფალიაშვილს გაცილებით აზრე გაუჩნდა. 1910 წელს მან დაიწყო ოპერაზე მუშაობა. ოპერის პრემიერა კი აბესალომდა ეთერი. შედგა 1919 წლის თებერვლის ბოლოს. როგორც გაზეთ საქართველოში იენენის ფსევდონიმით წერდა ბატონი ზურაბიშვილი, სხვა რომ არაფერი შეექმნა ბატონ ფალიაშვილს, მარტო ეს მეხუთე მოქმედება იქნებოდა საკმარისი. თამასუქი მისი დიდი უნარიანობისა და მუსიკალური ნიჭისაა. აგრეთვე აღნიშნა არა მხოლოდ ოპერის შემქმნელის, არამედ შემსრულებლების პროფესიონალიზმი. არავინ იცის, რამდენ წინაღობასთან იყო დაკავშირებული ეს წარმატება. საჭირო იყო განსაკუთრებული სიყვარული საერთო საქმისა და კერძოდ პატივისცემა ავტორისადმი. აგრეთვე გამსჭვალვა იმ შეგნებით, თუ რა კულტურული მნიშვნელობა აქვს პირველი ოპერების დადგმას ჩვენი ეროვნული ხელოვნებისათვის, რათა დაძრეული ყოფილიყო ყველა ბუნებრივი სიცნელე და დაბრკოლება. აბესალომ და ეთერი ნამდვილად უკვდავი ოპერაა და დღემდე ძალიან წარმატებით იდგმება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე.